მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი. დედოფლის წყაროს საბავშვო ბაღებში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა ჭერის რეაბილიტაციის დროს ერთ-ერთი საბავშვო ბაღი დაზიანდა. უფრო კონკრეტულად დედოფლის წყაროს პირველ საჯარო სკოლაში, პირველ საბავშვო ბაღში სახურავი გადახადა სამუშაოთა მწარმოებელმა კომპანიამ, აღარ გადაახურა და ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა 5 თუ 6 ორგანიზაცია, რომელიც ამ საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. ზარალი საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ რამდენიმე ორგანიზაციის საოფისე ფართი და მათი ინვენტარი დაზიანდა. ჩვენ გასულ კვირას შევეცადეთ, უпроსტად გუშინ შევეცადეთ გაგვერკვია რა ზარალი მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა და კონკრეტულად რომელი უწყებები დაზიანდა. რეპორტაჟი ვნახოთ დედოფლის წყაროდან. ცხადმის ქუჩაზე მდებარე დედოფლის წყაროს ნომერ 1 საბავშვო ბაღის შენობა, სადაც არაერთი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, წვიმის შედეგად დაზიანდა. რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას შენობას სახურავი მოხადეს, რის შედეგადაც ღამით მოსული წვიმის წყალი ოთახებში ჩავიდა. დაზიანდა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ოფისი, სახელოსნო ფესვების, საბავშვო ბაღის ოთახები და ქორეოგრაფიული ანსამბლის დარბაზი. ეს კადრები ჩვენმა გადამღება ჯგუფმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც მუშებმა სამუშაო დღე დაასრულეს და სახურავ გადახდილი შენობა მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანი ამინდი იყო და წვიმას აპირებდა, კადრებში ჩანს, რომ შებინდებისას ჭერზე არაფერია გადაფარებული. ვიდეო კადრები ობიექტივმა შემთხვევით გადაიღო. მეორე დღეს კი გაირკვა, რომ შენობაში განთავსებულ რამდენიმე ორგანიზაციაში წყალი ჩავიდა და ზარალიც საკმაოდ სერიოზულია. ამავე შენობის მეორე სართულზე მოქმედებს სახელოსნო ფესვები. ამ ართ სტუდიაში ნინო ბახუტაშვილმა 10 წელია ქართული ფარდაგების ქსოვის უძველესი ტრადიცია აღადგინა და დღემდე აქტიურად მუშაობენ. თუმცა სახელოსნოში ამბობენ, რომ წვიმამ ისინი მნიშვნელოვნად დააზარალა და მათი გეგმებით ჩაიშალა. შესხარეზე დაგუბდა და მე მოხდა გაჟენვა ყველა მიმართულებით. რესურს ცენტრის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენთან ჭერი ჩამოვარდა, ყველა ოთახი დაზიანდა ავეჯი და დაზიანდა ასევე ხელოვნების ნიმუშები, რომელსაც ჯერჯერობით საბოლოო ჯამში ვერ ვამბობთ რა რაოდენობის ღირებულებისა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ზარალი არის. დაზიანდა ხეთმაკეთი ჩანთები, ხეთმაკეთი თოჯინები, მასალა დაგვიზიანდა ძალიან სერიოზულად. ახლა მაგას ვაშობთ და არც არაფერი, მაგრამ ის თოჯინები ძალიან გადასაყრელია ფაქტიურად. ჩანთებს აღვადგეთ. ამას კიდევ ხელახალი შრომა დაჭირდება, მაგრამ ესეც საკმაოდ ღირებულია. თოჯინებს ისთვის ამზადებთ თავიზნები. ჩვენ მქონდა ეს დაწყებული მაქვს უკვე რამდენიმე წელია. სამი ზღაპრის თოჯინები გვაქვს გაკეთებული და კიდევ მუშაობდით, განთავრების პირას ვიყავით და ეს მომზადების პერიოდში არის ეს თოჯინები დაზიანებული. დაახლოებით თითო თოჯინა 150 ლარის ღირებულებისა არის. სულ დასვე და შიგნით მასალად არის გამოყენებული ბილი მასალა ბამბა და ეს ვერ გაშრება, ფაქტობრივად დაიშალოს და ახლიდან და გაკეთდეს და საკმაოდ ღირებულია. საბოლოო ჯამში გეგმავთ თოჯინების თეატრის კი, გვინდა ეს სხვა პროექტია, ამას ხარ ვიტყვი, დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ გვინდა კი. ვემზადებოდით კეაცას მოედანთან იმართება კულტურის სამინისტროს უშუალო რეკომენდაციით ვართ მიწვეული, იმართება გამოფენა და იქ ვიყავით ვართ მიწვეულები და ვემზადებით ამ გამოფენისთვის, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება. და ეს ნამუშევრები, რომელიც ამ გამოფენისთვის მზადდებოდა, ეს ნამუშევრები გაგვიფუჭდა. ცოტა ახლა ჩემთვის ძალიან ესეთი თემა არის, კონტრაქტი გვაქვს, იქ ყველაფერი ალბათ გადაიწევს ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ეჭქვაშაც არის სწავლოთ და არ სწავლოთ. რა ვიცი, ახლა ეს კონტრაქტში მათ უწერიათ, რომ უნდა აღადგინონ ის შენობა, დაზიანებული რაც არის ჭერი, ფაქტობრივად მთლიანად მთელი სივრცე ყველა ოთახი ახლიდან არის აღსადგენი.
მაგრამ აი იმ ზარალს, რომელიც ხელოვნების კუთხით მოხდა, ეს არ ვიცი როგორ შეფასდება აუდიტს მოვიწევთ, როგორ იქნება ეგ უკვე და კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს. გადაფარებული იყო, მაგრამ ძლიერი წვიმისგან მაინც დაზიანდა მეორე სართულზე რესურს ცენტრის ოთახები, კერძოდ 4 ოთახი, ჩემი სამუშაო კაბინეტი და დანარჩენი 3 ოთახი. დაზიანდა როგორც ჭერი, ასევე დაზიანდა იატაკებიც. სამუშაო საწარმოებდა შპს სტანდარტი A. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობენ იმას სამინისტროს, განათლების სამინისტროს, რომ დაზიანებული იყო ჭერი და იატაკები. შპს მზად არის აგვინაზღაუროს ზარალი. ხვალიდან იწყება უკვე ოთახების გაკეთება, ჭერებიც, იატაკებიც და ყველა ზარალს, როგორც შპს სტანდარტ A-ს უფროსი განაცხადა შალვა ალოღიშვილმა, ყველა ზარალს აგვინაზღაურებს. კომპიუტერული ტექნიკა არ დაზიანებულა, აბსოლუტურად არაფერი, უბრალოდ ჭერის გადახურვის დროს ინტერნეტით შევიწყდა, შედგა კომისია, გამგეობიდან კომისია მოვიდა, დაიწერა აქტი, აქტზე მოვაწერეთ ხელი და იმის შედეგად შემდეგ უკვე ანაზღაურდება აი ეს ზარალი. უნდა გამოიჩინოს წინდახედულება, ამინდები იყო გრუბლიანი, წვიმიანი და შესაბამისად გადახადეს სახურავი და მიატოვეს და თავისთავად წვიმიანი ამინდებია ეს ბოლო დღეები დედოფლის ხაროში და მოხდებოდა იქ ზარალი. ბიუჯეტის თანხებდა ესეთი გულგრილი მიდგომა ნამდვილად არ აღის და იმედია ჩვენი თვითმმართველობა დააკისრებს ამ ზარალის ანაზღაურებას თვითონ შპს-ს და რა მოხდება ხელმეორედ ბიუჯეტიდან ამ თანხების გამოყოფა. ჩვენ უკვე წერილობით მიმართეთ იმ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ახორციელებდა და აღნიშნული კომპანია თავის ხარჯებით გამოასწორებს იმ ზარალს, რომელიც მიადგა რესურს ცენტრს საბავშვო ბაღს. მათგან არის პასუხი უკვე? კი, თანხმობა არის და შესაბამისად უახლოეს დღეებში უკვე სამუშაოს შეუდგებიან და გამოასწორებენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი განსაზღვრული არის ხელშეკრულებით, მესამე პირის მიმართ ზარალის ანაზღაურება ეკისრება იმ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს. როგორც უკვე ნახეთ, ეს ბოლო კადრი ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა წინა დღეს სრულიად შემთხვევით გადაიღო. ალბათ გულიც გვიგრძნობდა, იმიტომ რომ მოღრუბლული ამინდი იყო და დავინახეთ, რომ არც ერთი მუშა აღარ მუშაობდა ადგილზე, შენობა კი სრულიად გადახდილი იყო და ჩემი ხელით დავაფიქსირე ეს კონკრეტული კადრები. ახლა სხვა თემების შესახებ სოფელ ზემო მაჩხანში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც მსურველებს შეუძლიათ როგორც ინტერნეტით ისარგებლონ და საკმაოდ სწრაფი ინტერნეტით, ასევე შეუძლიათ ისწავლონ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები. არ არის ეს ცენტრი გათვლილი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის და ის მოზარდ და უпроსტად ასაკოვან ადამიანებსაც მიიღებს და სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლის საჭირო და მისთვის საინტერესო პროგრამებს და დაეხმარებიან მოაძებნინონ ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია. საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ამ დრომდე სოფელ ზემო მაჩხანს საკაბელო ინტერნეტი არ მიეწოდება. ჩვენი რეპორტაჟი ვნახოთ ამჯერად სოფელ ზემო მაჩხანიდან. როგორც ხედავთ, 10 კომპიუტერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოფელში დაინტერესებულ მოსახლეობას იქნებიან ეს ახალგაზრდები თუ იქნებიან უფროსი თაობის ხალხი, რომლებიც ასევე სურვილს გამოთქვამენ, შესაძლებლობა ჰქონდეთ მოახერხონ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა და გარდა იმისა, რომ შეისწავლიან კომპიუტერული პროგრამებს და მასთან მუშაობას ისწავლიან, ასევე შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ის ინტერნეტის ამოუწურავი რესურსები, რომელიც დღეს 21 საუკუნეში საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ინტერესის სფეროების შესახებ მივიღოთ ამოუწურავი ინფორმაცია და გავიფართოვოთ ჩვენი თვალსაჩინო. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სოფლისთვის, ამ სოფლის ახალგაზრდობისთვის, ზოგადად სიტუაციის გამოსაცოცხლებლად აღნიშნული ცენტრის გახსნა, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე ტექნიკით, ძალიან მაღალი
სიჩქარის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი არის შემოსული და იმედი მაქვს, რომ სოფლის განვითარებაზე, მომავალზე, ახალგაზრდობაზე სასიკეთოდ აისახება დღევანდელი ცენტრის გახსნა. სოფლის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამა ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი არის. სოფელში მუსირებდა ესაზრი, რომ საჭირო იყო აღნიშნული ცენტრის გაკეთება და შესაბამისად განახორციელეთ და გავაკეთეთ. და რომლის განხორციელებაში თვითონ სოფელი ძალიან გვერდში გვედგა და ყოველდღიურად მშენებლობის პროცესში აქ იყვნენ, მშენებლობისაც ეხმარებოდნენ და ყველა მობილიზებული იყო იმისთვის, რომ გამოსულიყო კარგი შენობა, გამოსულიყო კარგი ცენტრი და ვთვლი, რომ შედეგი მიღწეული არის. სურვილები არიან, მე ვფიქრობ, რომ ორშაბათიდანვე შეგვიძლია უკვე გახსნა. მნიშვნელოვანი იქნება იმით, რომ როგორც აქ დამსწრებმა აღნიშნეს, უფროსი ასაკის ადამიანებს სურთ ისწავლონ ელემენტარული კომპიუტერთან უნარჩვევები, კომპიუტერთან მუშაობა. მნიშვნელოვანია ინტერნეტი, რა თქმა უნდა, რომ დღეს ალბათ ყველაფერი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე, უამრავი ინფორმაცია განთავსებული ინტერნეტში. ამის მოძიებისთვის მე ვფიქრობ, მოსწავლე ახალგაზრდობისთვისაც იქნება უფრო ეს მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის და მოსახლეობაც დაინტერესებულია სოფელში ასეთი ცენტრის გახსნა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მოსახლეობა აქვთ ადამიანებს სურვილი, რომ იცოდნენ უფრო მეტად არა მარტო თამაშები, არამედ ის რაღაც პროგრამები, რომელიც საჭიროა და შეიძლება გამოადგეს სხვა სამსახურშიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული დღეები დაიწყო. ახალგაზრდულ დღეებს შეუერთდა დედოფლის წყაროც, ყველა რაიონში შერჩეულია ახალგაზრდები, სახელწოდებით ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს თავის მუნიციპალიტეტში. გუშინ წინ დედოფლის წყაროში ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით სპორტული ღონისძიება ჩატარდა და ღონისძიება ჩატარდა ახალგაზრდული დღეების ფარგლებში. შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. ჩოგბურთის შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა გიგა სარდალაშვილმა სოფელ სამთაწყაროდან, მეორე ადგილი თორნიკე არაბულს შეხვდა სოფელ გამარჯვებიდან, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გიორგი გოგილაშვილი სოფელ ზემო მაჩხანიდან. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კლავჭიდში. ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა გამარჯვებული პირი დიპლომით და მედლებით დაასაჩუქრეს და რეპორტაჟი ვნახოთ ამ ღონისძიებიდან. და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში საქართველოს მოხალისე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, მას მოხალისეობის პროექტებში ჩართულობას და სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში მიღებას. ეს პროექტი არის თვიანი და იანვრის ბოლომდე დედოფლის წყაროდან ორი მოხალისე გავუწყობთ ამ პროექტებს. დღეს გვაქვს ახალგაზრდული დღეები, რასაც ვატარებთ დღეს, ასე გვექნება გარემოს დაცვის დღე, მოხუცებულთა დღე და ასევე დავაგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიებებს. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ფლეშმობი, ასევე გვინდა გავაკეთოთ ფერების ფესტივალი და ყავს უკვე მოხალისეთა კლუბი, გავაკეთოთ სხვადასხვა მოხალისეობრივი ჯგუფები. ეს იქნება ლაშქრობები, უცხოენები, სხვადასხვა დებატური თემები. სამინისტრო გვაფინანსებს მთლიან რეგიონს, სადაც გავაკეთოთ ერთ ფესტივალს. ანუ შეგვიძლია ეს თანხა გადავაწნაწილოთ თითოეულ რაიონზე, მაგრამ მთლიანი კახეთი ჩავატარებთ ერთ ღონისძიებას. ამ პროექტს შევუერთდით იმიტომ, რომ ჩვენს რაიონში, დედოფლის წყაროს რაიონში და რა ვიცი, სოფლებში და ყველგან განავითარდეს სპორტი, ახალგაზრდობა და საქველმოქმედო აქცია იქნება თუ რაღაც სპორტის ხორით იქნება თუ რაც იქნება, რომ ყველაფერი ჩვენ რაიონში წამოიწიოს რა და აღებოს. დღეს ტარდება დედოფლის წყაროს რაიონში სპორტისა და გამარჯვებულ დარბაზში ტენისის შეჯიბრი, მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი და მკლავჭიდშია. გამარჯვების გადაეცემა სიგელები, მედლები და სხვადასხვა პრიზები. იქ დედოფლის წყაროს რაიონის მასშტაბით ყველა სოფელმა მიიღო მონაწილეობა.
თქვენ დედოფლის წყაროს საათს უყურებთ, სტუდიაში ილია მარტყოფლიშვილია. ახლა კი ჩვენი გადაცემის მთავარი თემის შესახებ და ჩვენი გადაცემის სტუმრის შესახებ. გასულ წელს ამავე პერიოდში ალოობის შემდეგ დედოფლის წყარო მასშტაბურმა ხანძრებმა მოიცვა, რის შემდეგაც განადგურდა ახლად გაშენებული ქარსაცავი ზოლები და ნერგები, რომელზეც მილიონები იხარჯება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში უკვე მოვისმინეთ გარემოს დამცველების პოზიციაც, არაერთხელ მოვისმინეთ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების პოზიციაც და ამჯერად ჩვენ გავეცნობით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პოზიციას, რომელიც ძირითადი დამფინანსებელია ამ პროექტების დედოფლის წყაროში და საკმაოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს დედოფლის წყაროს და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის საზოგადოების პროექტების კოორდინატორი დედოფლის წყაროში ამირან კოდიაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც ასევე არის გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის კოორდინატორიც. მოგესალმებით ბატონო ამირან, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ყველაზე პიკური პერიოდია ამ დღეებში, ზუსტად შარშან ამ პერიოდში მოხდა ხანძრები. პირველ რიგში ამბის გახსენებით რომ დავიწყოთ, თქვათ რა სახის ზარალი განიცადა შარშან დედოფლის წყარომ. და ჩვენ შეგვიძლია თქვენი საუბრის პარალელურად ვიდეო კადრებიც ვნახოთ. გისმენთ. ნამდვილად დაგეთანხმებით. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან საკმაოდ მწარე გამოცდილება მიიღო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტმა. წლევანდელ წელს დედოფლის წყაროს რაიონში, მუნიციპალიტეტში გამგეობაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ეს არის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და საფრთხების მართვის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მიმართა გერმანულ თანამშრომლობას თხოვნით დახმარებოდა ამ შემთხვევაში უკვე საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დედოფლის წყაროში კარგად გააცნობიეროს რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს ჩვენ საქმე. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს საფრთხე არ არის ლოკალური მნიშვნელობის და არ არის მხოლოდ დედოფლის წყაროს რაიონის მასშტაბის. თვითონ ამ კუთხით საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური გეგმა, ეროვნული გეგმა ამ ხანძრების მართვასთან დაკავშირებით. და ფაქტობრივად ეს ჩვენი დახმარება, რომელიც ძირითადად ამ ეტაპზე მოიცავს საინფორმაციო კამპანიაში დახმარებას და გათვითცნობიერებას მოსახლეობისა, არის ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ასე ვთქვათ სამუშაო არაერთხელ ჩატარებულა დედოფლის წყაროში, შეიძლება ამ მასშტაბით არა, ეხლა უფრო ბევრი ბანერები დაიდგა, თუ დედოფლის წყაროს რაიონის მოსახლეობა დაკვირვებით შეხედავს აი იმ გზაზე ბანერებს, სოფლებშიც კი შესასვლელებში, მაქსიმალურად დავდგით გეოგრაფიულად ისე გავანაწილეთ, რომ ყველა ადამიანმა, ვინც დაინახავს, რომ არის ხანძარი, 112-ში შეუძლია რომ დარეკოს და გაირკვევა შემდეგ ეს ხანძარი, თქვათ, მართვადი არის თუ არა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ფერმერი მისდევს ძალიან ცუდ პრაქტიკას, ასე ვთქვათ, ნაყანების, ანუ მოსავლის აღების შემდეგ მის გადაწვას, რაც იწვევს ზოგადად ჰუმუსის განადგურებას, ჰუმუსის შემცირებას ამ ნაკვეთში და დროთა განმავლობაში ეს ჰუმუსი ნელ-ნელა კარგავს თავის ნაყოფიერებას. ამასთან დაკავშირებით გერმანული თანამშრომლობამ გარკვეულ კვლევებსაც ატარებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის უმაღლეს სასწავლებლის სამეცნიერო ცენტრთან ერთად და ჩვენმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ის ფერმერები, რომლებიც არ წვავენ თავიანთ ტერიტორიებს და ერთ-ერთი ალტერნატივა გადაწვის ჩაკუწვა ამ ჩალის და ტოვებენ ამ ჩალას შიგნით, მათი ნაკვეთების ჰუმუსი ორჯერ აღემატება თავისი ნაყოფიერებით იმ ნაკვეთებს, რომლებიც თითქოს და უფრო მოვლილია, თქვათ, თავის დროზე იხსნება, მაგრამ ხდება მისი გადაწვა.
ჩვენ დავარიგეთ ასევე მხოლოდ საინფორმაციო ბანერებით არ შემოვიფარგლეთ, ასე ვთქვათ. საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები არის გავრცელებული დედოფლის წყაროში, ახლა დაიწყო მისი გავრცელება. დაგეგმილი არის ფერმერების შეხვედრა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღება პირებთან, გარემოს დაცვის მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გამგეობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვეხმარებით დედოფლის წყაროს გამგეობას ამ კუთხითაც და ჩვენი მთავარი ფუნქცია არის, რომ ძალიან კარგად გააცნობიერებონ ფერმერებმა, რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფო მე ხა ამ თარიღისგან თავ შევიკავე, იმიტომ რომ ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანონმდებლობა უკვე გამზადებულია და ეს ხანძრები აიგრძალება. უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ხანძრის აკრძალვასთან ერთად გარკვეული ალტერნატივები უნდა იქნეს შეთავაზებული ფერმერებისთვის. ამ კუთხითაც ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და ჩვენმა ასე ვთქვათ ექსპერტებმა შეიმუშავეს გარკვეული რეკომენდაციები, რა ალტერნატივები შეიძლება იყოს და მე უბრალოდ ჩამოგითვლიდით ერთ-ერთი უკვე ვახსენე, ეს არის ვთქვათ ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიც არის ჩაკუწვა ამ ჩალის და შიგნით დატოვება. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის პილეტების, ეგრეთ წოდებული პილეტების დამზადება ჩალისგან. ეს არის დაპრესილი, დაჭრილი ჩალა, რომელიც ძალიან კარგ საწვავს წარმოადგენს, საწვავს გულისხმობ გათბობას და თქვენ მოგეხსენებათ დედოფლის წყარო მეცხოველეობის რაიონია და ძალიან ბევრი ფერმერი იმის გამო რომ არ აქვს საწვავი, ხშირ შემთხვევაში ასევე ქარსაცავებს ჩეხავს, ან ტყეს ჩეხავს, ანუ კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ამ შემთხვევაში ბუნებას და გარემოს. და ერთ-ერთი ალტერნატივა ეს არის, რომ ეს ჩალა, რომელიც ფაქტიურად გამოუყენებლად იწვება და ის უზარმაზარი ენერგია, რომელიც ჰაერში მიდის და კლიმატის დათბობას, ასე ვთქვათ, პირიქით ხელს უწყობს და კლიმატის ცვლილებას და მის უარყოფით ზეგავლენას აძლიერებს, ეს გამოვიყენოთ პირიქით იმისთვის, რომ აი ეს დეფიციტი, რაც არსებობს, ყველამ ვიცით, დედოფლის წყაროს რაიონი არის საკმაოდ მცირეწყიანი რაიონი და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, ეს პილეტები ძალიან ადვილად იპოვნიან მომხმარებელს და არის კიდევ მესამე მიმართულება, ეს არის ამავე ნამჯისგან დამზადება სპეციალური სამშენებლო მასალის. აი დაახლოებით როგორც გიფსოკარდონია, ამ ტიპის დაპრესილი სპეციალური ბლოკები კეთდება, რომელიცაც შეიძლება ფერმის მშენებლობა და სხვადასხვა სათავსოების მშენებლობა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი დაფინანსება, მაგრამ კახეთში უკვე აშენდა ამგვარი ბიოსახლი, მგონი გურჯაანის რაიონში. ნუ ის მე რამდენადაც ვიცი და უпростоრად კარგად ვიცი, ნამყოფი ვარ, მაგრამ საუბარია, რომ ის კედლებია აშენებული ამ ნამჯის დახმარებით. კი, რა თქმა უნდა, ამაშიც გამოიყენება და იმის თქმა მინდა ზუსტად, რომ პრაქტიკულად ჩვენ ამ ალტერნატივების შეთავაზებით გვინდა გამოვიწვიოთ გარკვეული ინიციატივები დედოფლის წყაროელი ბიზნესმენებისგან, რომლებმაც შეიძლება ისეთ პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც არის აწარმოეს საქართველოში მაგალითად, ან თქვათ ახლა სასტარტო ბიზნესებიც ვიცით, რომ ფინანსდება საქართველოში, ანუ შესაძლებელია ძალიან კარგი თანამშრომლობა და ის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენ დედოფლის წყაროში და კერძოდ შირაქის და არა მარტო შირაქის ტერიტორიებზე გვაქვს, შემოვაბრუნოთ იმ კუთხით, რომ მივიღოთ ყველაფერი ამისგან სარგებელი. რა თქმა უნდა, აქ მოსახლეობაზე ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ამ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ იდეებს, თუ ის დაფიქრდება და პირდაპირ ვიტყვი არ მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ კვლევებმა ცხადყო, რომელიც ისედაც ასე თუ ისე ასე ვთქვათ, კვლევის გარეშეც ყველასთვის
მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ დაადასტურა კვლევებმა, რომ აი დაახლოებით 4 წლიანი ასე ვთქვათ, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ნაკვეთი, რომელიც იწვება, არის ორჯერ უარესი თავისი მით, ანუ უფრო მეტი ჭირდება მას დანახარჯი, რომ მიიღო იგივე მოსავალი. აი ზარალზე გეკითხებოდით და ყოველთვის ხდებოდა ხანძრები მინდორში, თუმცა გასული წელი რითი იყო მძიმე და ზარალი როგორ რამდენად მასშტაბური იყო თქვენი გერმანული მხარე როგორ აფასებს ამას? რამდენად მძიმე წელი იყო შარში? მე მინდა ახლა ამ შემთხვევაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე საუბარი ისე, რომ თითქოს აი გერმანული მხარე არის აღშფოთებული. გერმანული მხარე კი არა, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ პირველ შემთხვევაში, პირველ რიგში, ასე ვთქვათ, აღშფოთებულები, იმიტომ რომ გერმანელები ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენ რაიონს ეხმარებიან იმისათვის, რომ გამოსწორდეს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს. და რა მდგომარეობა გვაქვს? ეხლა მე გეტყვით, რომ დაახლოებით რამდენიმე წლის წინ, სულ რაღაც 7-8 წლის წინ, დედოფლის წყაროში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ეგრეთ წოდებული კომუნისტების პერიოდში გაშენებული ქარსაცავი ზოლებიდან დაახლოებით 680 კილომეტრი ქარსაცავი ზოლი. ნუ მეტნაკლებად ნორმალურ კონდიციაში. დღეს ასევე ჩვენ გამოვიკვლიეთ სათითაო მეტრი პირადად მე მაქვს შემოვლილი შირაკში და 70 კილომეტრსაც ვერ აღწევს, ანუ ზუსტად 90% ამ ქარსაცავის ზოლების, რომელიც იცავს ნიადაგს, იცავს შემოსავალს, იცავს ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლებს, მოგეხსენებათ თვითონ ეს უამრავი ფრინველი, მწერი ცხოვრობს ამ ქარსაცავის ზოლში, რომელიც ყველა არ არის, ასე ვთქვათ, უпростоრად არც ერთიც არ არის მავნე, რეალურად ყველას თავისი ფუნქცია აქვს და სამწუხაროდ აი ამ ქარსაცავის ზოლების განადგურებით ჩვენ ვიღებთ უზარმაზარ ზარალს, რომელიც არის დაუთვლელი. ეს რომ ჩვენ შევაფასოთ, ჩვენ გავალთ მილიარდებზე და ის ფაქტი, რომ თქვათ გერმანული თანამშრომლობა ეხმარებოდა ამ ქარსაცავის ზოლების აღდგენაში დედოფლის წყაროს რაიონს, ეს მხოლოდ ეს ინიციატივა იყო პილოტ პროექტის სახით, ანუ ის რაც გააკეთდა, ეს გააკეთდა იმისთვის, რომ ინიცირება მომხდარიყო ამ ქარსაცავის ზოლების აღდგენა. სამწუხაროდ ინიცირება დამთავრდა იმით, რომ პრაქტიკულად შარშან კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ქარსაცავის ზოლები განადგურდა და მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ აქ ის ზარალი, რაც თქვათ, მიიღო კონკრეტულად აი ახლად გაშენებული ქარსაცავების გადაწვით ჩვენმა რაიონმა, ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ის, რაც მიიღო აი იმ ძველი ქარსაცავების გადაწვით. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იყო ინიცირების, ასე ვთქვათ, დატესტვის საშუალება მიეცა დედოფლის წყაროს რაიონს, რომ შეეხედა იქაურ მაცხოვრებელს, ფერმერს, რომ ეს შესაძლებელია, რომ თქვათ, ამ ქარსაცავის ზოლების აღდგენა შესაძლებელია. მაგრამ ამ ინიცირების მაგივრად სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უგულისხმობის გამო მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. წლევანდელი წელი თქვენ მოგეხსენებათ, რომ იყო ძალიან წვიმიანი. და როდესაც ამ ქარსაცავის ზოლების იდენტიფიკაციას ვახდენდი, ვნახე, რომ ძალიან ბევრი ქარსაცავის ზოლი თვითაღდგენის პროცესში არის ახლა ამჟამად, იმიტომ რომ დიდმა წვიმამ, დიდი რაოდენობით ნალექმა გამოიწვია ამ ქარსაცავის ზოლების თვითაღდგენის პროცესის დაწყება. ჩვენ თუ ახლა ამ პროცესს ხელი შევუწყეთ, მოსახლეობამ თუ სხვა ალტერნატივა არ აქვს, მაინდა-მაინც გადაწვა, მაგრამ ეს გადაწვაც მაინც უნდა მოახდინოს იმ წესების დაცვით, რომელიც არსებობს. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რაღაცა უკეთეს შედეგს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დედოფლის წყაროში, კერძოდ განსაკუთრებით კი შირაქის ველზე, მდგომარეობის გამოსწორება ნელ-ნელა შეიძლება მოხდეს. ამისათვის კიდევ გავუმეორდები, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო გარკვეული
ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ და აქედან ვიცი, ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან, ასე ვთქვათ, ვიცი რა იგეგმება. ეს არის მობილური ჯგუფების შექმნა, რომელშიც იქნებიან გედეის წარმომადგენლები, მეხანძრეები და ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ გადაწვის წელსვე მოესწრება თუ წელსვე მოესწრება, დიახ, წელსვე მოესწრება, უნდა მოესწროს აუცილებლად. ეხლა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს განგეობის აქტიურობის, ძალიან დიდი იმედი მაქვს გარემოს დაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის. იმიტომ რომ აი ეს შეხვედრა, რომელიც ვახსენე და რომელიც ასე ვთქვათ ლოჯისტიკაში, რომლის მომზადებაშიც გერმანული თანამშრომლობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს, ამ შეხვედრაზე იქნება ეს საჭიროებო საკითხები გადაწყვეტილი. თქვენ ხაზგასმით ამბობთ, რომ დაზიანებულია 90% ძველი ფართობები ქარსაცავის და ასევე მინისტრის შეფასებით 90% ახალი ნარგავებისაც დაზიანებულია. აი წელს თუ გაგრძელდა კიდევ ახალი ნარგავების დარგვა, ან სამომავლოდ თუ გეგმავს გერმანული მხარე დარგვის გაგრძელებას ახალი ენერგიების. ეხლა შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არანაირი დარგვები არ გეგმება და მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ ელემენტარულად აზრი არ აქვს აკეთო ის საქმე, რომელსაც არ აქვს მომავალი, ხო? აქედან გამომდინარე იმის მიხედვით თუ რა შედეგი გვექნება აი წლევანდელი საინფორმაციო კამპანიის და იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც დაგეგმილია, შეიძლება მომავალში მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ხანძრების გამო აღარ გაგრძელდა ნერგები თუ აღარც იგეგმებოდა უკვე? არა, ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ პროექტი გერმანული თანამშრომლობის ერთ-ერთი პროექტი უკვე დასრულდა. და შესაბამისად დაიწყო ახალი პროექტი და ამ ახალი პროექტით ამ ეტაპზე ასეთი დარგვები არ არის დაგეგმილი და კიდევ ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს გახდეს განხილვადი მომავალში. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ იგეგმება. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქარსაცავის ზოლების აღდგენა არის უპირველესად თვითონ ამ ფერმერების, ასე ვთქვათ, თავარი ინტერესი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი პრეცედენტი წელს უკვე მოხდა ერთ-ერთმა ფერმერმა თვითონ დარგო 500-მდე ძირი აკაცია თავისი გადამწვარი ქარსაცავის აღსადგენად. ანუ მას თვითონ არ გადაუწავს, ბუნებრივია სხვისმა დაუდევრობამ და როგორც კვლევები ადასტურებს, სოციალური კვლევები ჩატარდა, უმეტესობა ამ ნაკვეთების გადამწვარი არის თვითონ მეპატრონეების დაუკითხავად, ასე ვთქვათ, ვიღაც წვავს და ის ვიღაცისგან გადასული ეს ცეცხლი ვრცელდება და უკვე წვავს სხვა ადამიანების საკუთრებასაც, რაც არის სრულიად დაუშვებელი. აი ესეთი ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ ამ ბატონმა გადაწყვიტა, რომ თვითონ აღედგინა და ღვთისმადლით აი წვიმებიც მოუვიდა და მე ძალიან გამეხარდა, როდესაც ვნახე, რომ ფაქტიურად აღდგენილია ეს. ბოლო კითხვა უნდა დავსვა ხანძრებზე და შემდეგ უკვე ქურციკებზე გადავიდეთ, რომ ცოტა დრო გრჩება. აღნიშნეთ, რომ შემოვიარეო სათითაო ფართობები და წელს თუ ფიქსირდება, აი უკვე ალოობა დაწყებულია, მიმდინარეობს, თუ ყოფილა ხანძრის შემთხვევები. ისიც მე ახლა ბოლო 2-3 დღის მონაცემებს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით ხანძრები არ არის, მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება რამე სადმე ერთეული შემთხვევა კიდეც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ცნობილი არ არის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჯერ საუბარია იმაზე, რომ არ არის დამთავრებული ალოობა. ალოობის დამთავრების შემდეგ იწყება მთავარი საფრთხე და მე კიდევ ერთხელ მინდა ყველა ფერმერს დედოფლის წყაროს იმ მოსახლეს, ვისაც ნაკვეთები აქვს, მოუწოდო, რომ გაეცნონ იმ ბროშურებს, რომლებიც ჩვენ გავავრცელეთ და დაიცვან ის წესები, რომელიც თუ მაინდა-მაინც ალტერნატივა არ აქვს და უნდა გადაწვას,
გადაწვას ისე რომ სხვას არ მიაყენოს ზიანი და ვისაც არ უნდა რომ გადაწვას თავის ნაკეთი არ გადაუწვას. თქვენი ინფორმაციით სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა შარშანდელ ხანძრებს რაიმე სადამსჯელო ზომები თუ მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ფუნქცია. კი ბატონო. ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკების გადაშენებული ქურციკის აღდგენის პროექტი ხორციელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. პირველ ეტაპზე მან ვერ გაამართლა, შემდეგ მიდგომა შეიცვალა და უკვე მე რამდენი ნამატი მივიღეთ ამ ბოლო ხანს. მინდა გითხრათ რომ ჯერ მაყურებელს უთხრათ თქვენი ჩართულობა ამ პროექტში. კი ბატონო, მე გეტყვით რომ ასევე ამ ეტაპზე ეს პროექტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, დასრულებულია პროექტის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა აზერბაიჯანიდან ქურციკების შემოყვანას და მათი, ასე ვთქვათ, ბუნებაში გაშვებით დატესტვას იმისა, რა შედეგებს მივიღებდით. 4-ჯერ მოხდა ქურციკების გაშვება, ბოლო 3 წლის მანძილზე. მოდით ვნახოთ ვიდეო კადრები პარალელურად და ამ 3 წლის მანძილზე ჩვენ პრაქტიკულად დავადასტურეთ ამ ტესტით, რომ სრულიად შესაძლებელია ქურციკების აღდგენა მოხდეს ვაშლოვანის ეროვნული პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე და შესაბამისად ჩვენი შედეგი არის ის, რომ 38 გაშვებული ქურციკიდან, რომლის დიდი ნაწილი აი ამ ტრანსლოკაციის დროს დაიხოცა, ზოგი უკვე ბუნებაში გაშვების დროს მოკვდა, რომლის დიდი ნაწილი დაიხოცა, მაგრამ შემდგომში გამრავლების გამო დღეს უკვე 30-მდე ქურციკი ისევ ყავს, ანუ მატება დაიწყო. ეს იყო უმთავრესი მომენტი, რომ როგორმე ქურციკები დამაგრებულიყვნენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც მათთვის არის, ასე ვთქვათ, საბინადრო გარემო. მოგეხსენებათ, რომ ქურციკები არ გაჩერდნენ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ ევიწროვათ ის ფართობი, რომელიც იქნა მათთვის შეთავაზებული და გასულები არიან დღეს სამუხის, ანუ ელდრის დაბლობის ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული სამუხის ველზე. ფაქტობრივად ამ ველზე უკვე 3-ჯერ მივიღეთ ჩვენ ბუნებაში ახალი თაობა, რაც არის და კლება არ არის, არის მატება. ხა შეეხება პროექტის გაგრძელებას, მე ბოლო მატებაზეც გვიამბეთ ახალი ამბავი რაც არის და ახალი ამბავი არის ის, რომ წელს დაფიქსირდა ძალიან საინტერესო მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ადრე გაზაფხულზე გამრავლდა ქურციკი, ჩვენ ახლა რაოდენობა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე ინდივიდი პატარები ვნახეთ, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ კიდევ ერთი პატარა ლიკლიკა მოგვიანებით დაიბადა, ანუ რაღაცა პატარა ანომალიას ჰქონდა როგორც ჩანს ადგილი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ჩვენ აი ამ 30-მდე ქურციკში დაახლოებით 50% უკვე საქართველოში გაჩენილი ქურციკები ყავს, რაც ძალიან გასახარი ამბავია და ეს იქნება და არის ალბათ საფუძველი იმისა, რომ მომავალში ეს პროექტი გაგრძელდება. მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მე ხაზს გაუსვა, რომ დღესდღეობით მე აღარ ვარ ამ პროექტის მონაწილე, იქიდან გამომდინარე ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ ბუნების დაცვის სოფლიო ფონდის ხელმძღვანელობასთან მაქვს მე ურთიერთობა, კავშირები, საუბრები და ისინი მონდომებულები არიან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პროექტი გაგრძელდება. თქვენ მონიტორინგი გევალებოდათ მათი მონიტორინგი გრძელდება. ვის დაევალა ამ წუთას? ამ წუთასაც და ადრეც ევალებოდა და ევალება დღესაც ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას. მე უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა ამ ქურციკებთან და მიმართებაში, ბუნების დაცვის სოფლიო ფონდის მიერ ვიყავი, როგორც ადგილობრივი ექსპერტი დაქირავებული. მომავალში ამ პროექტის გაგრძელების შემთხვევაში გამოჩნდება როგორ მივიღებ, რა სახით მივიღებ ამაში რომ აი პირველ ეტაპზე ვოლიერებში იყვნენ, შემდეგ თავისუფლად გაშვების გადაწყვეტილება მიიღეთ და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მეთოდმა უზრუნველყო ის, რომ დღეს გვაქვს ნამატი და არ ჩავარდა პროექტი. მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ნამდვილად
ამ მეთოდმა უკეთესი შედეგი მოგვცა, ეს ფაქტია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ იქ იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული ვოლიერული გამრავლების პირობებში, იმიტომ რომ ვოლიერული გამრავლება მაგალითად შუა აზიაში ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო მართვის საკითხი იყო და ნაკლები გამოცდილების საკითხი იყო, მაგრამ ამას ახლა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის არის, რომ ერთ-ერთმა შედეგმა გაამართლა, მაგრამ ეს შედეგებიც არის ძალიან ასე ვთქვათ სათუთი. ჩვენ თუ არ მივხედეთ მოსახლეობას, ხაზს უსვავ მოსახლეობამ ბრაკონიერობაზე უარი არ ვთქვით და არ შევეცადეთ, რომ ამ ქურციკებს მოუაროთ და მივხედოთ, ჩვენ შედეგები ჯერ მყარი არ გვაქვს. აი ბრაკონიერობა ახსენეთ და გასულ წელს დაფიქსირდა ბრაკონიერობის შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ქურციკი მოკლული იყო. რამე სამართლებრივი რეაგირება მოყვა ამ ფაქტს? სამართლებრივი რეაგირება მოყვა იმ თვალსაზრისით, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიკითხნენ ეჭვმიტანილები, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იპოვნეს ლეში, ცხოველის მტკიცებულება, პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობდა და აქედან გამომდინარე შედეგით არ დასრულებულა. თუმცა მე მაინც მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამას, ძალიან ბევრმა ადამიანმა Facebook-ზე, სოციალური ქსელებით, ტელევიზიით, ისეთ საუბრებში მოსახლეობა იყო აღშფოთებული და ამან გამოიღო ძალიან დიდი შედეგი. იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი მეხვდებოდი და საერთოდ ვინც გავიგე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა, იყო აღშფოთებული და ამან დაანახვა ალბათ ყველა იმ ბრაკონიერს, რომ სურს მოსახლეობას, რომ ჩვენ დაუბრუნოთ ქურციკი საქართველოს, იმიტომ რომ ამ სიტყვის უკან, ქურციკის უკან, გუშინ და გუშინ წინ არაფერი არ იდგა საქართველოში. დღეს ქურციკი ცოცხალი სიტყვაა, იმიტომ რომ საქართველოში არის ეს ცხოველი. ყელსაბამები კიდევ თუ აქვთ და რამდენად კონტროლდება ამ წუთას მათი ადგილსამყოფელი? კი, ყელსაბამები აქვთ, ანუ ეს არის სატელიტური მარკერებით მონიშნული ქურციკები, რომლებიც იმართება, ასე ვთქვათ, სატელიტური მეთოდოლოგიით, ტექნოლოგიით და ჩვენ პრაქტიკულად მე ვთქვი, რომ პროექტი დასრულდა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ვთქვათ, მე ყურადღებას არ ვაკონტროლებ მე და რაც თავარია კიდე თავად დაცული ტერიტორიების სააგენტო და კონკრეტულად ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ყოველ დღე ხდება ამის შემოწმება და ბუნებრივია ხაზგასმით მინდა ახლა არ მინდა ისე დავასრულო საუბარი, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არ გადაუხადო ადგილობრივ მესაზღვრეებს, რომლებიც არიან ერთადერთი ამ ეტაპზე ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, მცველები ამ ქურციკების, იმდენად რამდენადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს, ეროვნული პარკის თანამშრომლებს თავიანთი ტერიტორიის გარეთ უფლებამოსილება არ აქვთ. აზერბაიჯანმა ამოწურა უკვე თავისი ქველმოქმედება ამ კუთხით, თუ კიდევ იგეგმება რომ გადმოგვცეს? მე რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანი მზად არის, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამ პროექტის გაგრძელება და მისი წარმატება, მათივე წარმატება, იმიტომ რომ ეს არის ტრანსასაზღვრო პოპულაცია, მოგეხსენებათ იმ ადგილას ზუსტად აზერბაიჯანი ჩვენ გვესაზღვრება და თუ მოხდა ერთობლივი ძალებით ამ პოპულაციის აღდგენა, ეს პოპულაცია აზერბაიჯანულიც იქნება და ქართულიც. აი თქვენ რამდენიმე თვის წინ იყავით აზერბაიჯანში ამ პროექტზე სასაუბროდ, ხო? და იქიდან რა პასუხი იყო? პასუხი იყო ის, რომ თავარი იყო, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ ფაქტიურად შევაფასეთ, ამ შემთხვევაში ჩვენში გულისხმობ დამფინანსებლებს, გულისხმობ აზერბაიჯანულ მხარეს, გულისხმობ საქართველოს მხარეს, ყველა მხარეს, შეფასდა ის, რაც ასე ვთქვათ, განხორციელდა და ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ შედეგები არის იმედის მომცემი. ჯერ მდგრად წარმატებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი შორს არის, მაგრამ იმედის მომცემია და ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს პროექტი. რომ შევაჯამოთ ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ გადმოგვცეს და რამდენი ინდივიდი გადმოგვეცა? 4 ჯერ გადმოგვცეს ქურციკები, სულ 38 ინდივიდი გადმოგვეცა და ამჟამად მე შემიძლია ვთქვა, ახლა ძალიან რთულია ბუნებაში აბსოლუტური სიზუსტით დათვალოს ადამიანმა ესა თუ ის ცხოველი.
თუმცა მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით ესეც შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძვირადღირებულია, რომ ეს სათითაოდ ამოგრიფო. მაგრამ იმ მონიტორინგის საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და იმ ასე ვთქვათ კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 30-მდე კურსი კი და რაც თავარია შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმეჯერ რომ მოხდა ეს გამრავლება, ეს სრულიად ნათელია, იმიტომ რომ შეიძლება უცხო თავისთვის ეს შეუძლებელია, მაგრამ ყველა სპეციალისტი არც თუ ისე მაღალი კვალიფიკაციისაც კი ძალიან კარგად არჩევს წლოვანებას. ანუ არის ეს კურსი კი ზრდასრული, ანუ 3 წელიწადს გადაცილებული თუ არის თქვათ ახალგაზრდა წლევანდულა ან თქვათ 2 წლის. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ გუნდში, რომელიც დღეს საქართველოშია, თითქმის 50% არის ახალგაზრდას, უკვე საქართველოში, ასე ვთქვათ, დავადებული კურსიკები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ტერიტორია უკვე დაიკავეს. ანუ ჩვენ პოპულაციის განმარტებაში გვაქვს, რომ ეს არის ინდივიდთა ჯგუფი, რომელსაც რაღაცა გარკვეული ტერიტორია უკავია. იქიდან გამომდინარე, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, ძალიან რთულია ამას ჯერ პოპულაცია უწოდო, მაგრამ ამისი ნიშნები არის. ბოლო შემთხვევაში რამდენი ლიკას დაბადება დაფიქსირდა და როდის იყო ეს? ბოლო წელს დაახლოებით ჩვენ რაც დადასტურებულად ვიცით, 5 ლიკა იქნა ნანახი. და რა პერიოდში? ეს მაისიდან ივნისის ჩათვლით. და მათთვის თქვათ ამჟამად მტაცებლების საფრთხე რამდენად არის და თქვათ აი აღარ არის საფრთხე მათთვის? მტაცებლების საფრთხე ბუნებაში ყოველთვის არის. კი, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ისევ გავმეორდები, რომ ის ფაქტი, რომ არ არის კლება, ანუ კლებაში რას გულისხმობ? გასაგებია კლება 38 გადმოგვეცა და თქვათ 38 კი არა 30-ია, თქვათ უკეთეს შემთხვევაში. ახლა მე რომ ვამბობ 30, მაინდა-მაინც ზუსტად 30-ს არ ნიშნავს. შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდა თაობა არის, ისინი სულ პატარაობისას მტაცებლების მიერ არ იქნენ განადგურებული, ეს ნიშნავს, რომ ეს პოპულაცია სიცოცხლის უნარიანი არის. რა თქმა უნდა, მას სჭირდება კვლავ მიხმარება, კვლავ აზერბაიჯანიდან შემოყვანა. მე თუ ვკითხავთ უფრო დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უკვე ვთქვათ 100-150-ს რომ მიაღწევს, ისინი თვითონ გამრავლდებიან. ამისი სრული საშუალება და შესაძლებლობა ამ ტერიტორიაზე არის. ჩვენი დრო ამოიწურა, დიდი მადლობა. თქვენ უსმენდით გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის კოორდინატორს დედოფლის წყაროში და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტების კოორდინატორს დედოფლის წყაროში ამირან კოდიაშვილს ვისაუბრეთ ჯეირნების აღდგენის პროექტზე და ასევე ფონდის პროექტი დასრულდა, ასე რომ ამ ეტაპზე ეგ სტატუსი არ მაქვს. და ხანძრის შემთხვევებზე დედოფლის წყაროში თქვენ უსმენდით ток-შოუ დედოფლის წყაროსაც დასასრულს შეგახსენებთ რომ ღამით განმეორების დრო ჩვენი გადაცემის განმეორების დროებით შეიცვალა ღამის პირველის ნახევრის ნაცვლად გადაცემა მეორდება 2-ის ნახევარზე პირდაპირ ეთერში კი ვართ ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს შევხვდებით სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე მადლობთ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ობიექტივის ეთერში.